შემოგვერთა საირმეზე მდებარე წმინდა კირილ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჭირი. დილამშვიდობისა მამა იაკობ. დილამშვიდობისა ღმერთმა დაგლოცო. დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მთავარი სასაუბრო თემა დღეს გახლავთ საეკლესიო საკითხავები. განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს როგორია საეკლესიო საკითხავები და რა როლი აქვს და მნიშვნელობა ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში საეკლესიო საკითხავებს. ორიოდე სიტყვით მინდა სულთმოფენობასთან დაკავშირებით თქვა, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ ვიდღესასწაულეთ კვირა დღეს. სულთმოფენობა ძალიან დიდი დღეა, ალბათ შეიძლება გადაცემაც იყო ამასთან დაკავშირებით, თან სტუმარი ყავდათ, მაგრამ ორიოდე სიტყვით ვიტყვი მაინც. ჯერ კიდე ძველ აღთქმაში უფალი იოელ წინასწარმეტყველის ბაგით ჩვენ განუგეშებდა და თავად წინასწარმეტყველობის, ასე ვთქვათ, ნიჭი, მადლი და ძალა უკავშირდებოდა იმას, რომ წინასწარ აუწყებდა ღმერთი კონკრეტულ ადამიანს, ამა თუ იმ წინასწარმეტყველს საღვთო მადლის გამოხსნის შესახებ, იმ მოსალოდნელი წყალობის შესახებ, რომელიც უნდა აღსრულებულიყო. ამიტომ წინასწარმეტყველები უმეტესწილად პიროვნული, ასე ვთქვათ, ავტორობით, პერსონის დაფიქსირებით, საკუთარი თავის წარმოჩენით არ იწყებენ საუბარს და ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი იწყებს ამგვარად ამას სიტყვის უფალი, ანუ არა მე დაუშვათ ესაია ან იერემია, არამედ კონკრეტული წინასწარმეტყველი. იოველიც არ არის გამონაკლისი და ისიც უფლის სახელით გვაუწყებდა ჩვენ წყალობას და მადლს, რომელიც იყო მოსალოდნელი და იყო ესეთი სიტყვები მის წინასწარმეტყველებაში სულთმოფენობასთან დაკავშირებით, მიუფენი იმ დღეს სულისაგან ჩემისა და იწინასწარმეტყველებენ ძენი და ასულნი თქვენი და მოხუცებულნი თქვენი ხილვას იხილავენ. აი ეს არის ზოგ თარგმანში წერია, რომ სიზმრით განვეცხადები. ეს არის ის მანუგეშებელი სიტყვა, რომელიც თანაბრად მიემადლა ყველას, განურჩევლა სქესისა, მამაკაცსაც და დედაკაცსაც, რასაც მე მოგვიანებით პავლე მოციქული ამოწმებს ეპისტოლეში, რომ არა არის სურიაება, არცა წარმართება, არც მამაკაცობა, არც დედაკაცობა, არ არის საღვთო მადლის თვალსაზრისით, ანუ ღმერთის დამოკიდებულებაში განრჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა და თანაბრად მიემადლება ყველას აი ეს საღვთო მადლის სულიწმინდისა. ამიტომ ძალიან დიდი დღე არის სულთმოფენობა და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას. რაც შეეხება საკითხავებს, საკითხავები, რომელიც ძალიან ბევრი ნიშნით არის მნიშვნელოვანი, უკავშირდება ღვთისმსახურებას, ანუ ლიტურგიას და აღმოცენებული არის ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებიდან, ანუ სამოციქულო, საწინასწარმეტყველო და რა თქმა უნდა ოთხთავი არის ძირითადი წყარო, რითაც იკვებებოდნენ ყოველთვის წმინდა საეკლესიო ტექსტების ავტორები. ანუ სახარებისეულ სწავლებაზე აღმოცენებული აი ეს საკითხავი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, იქნება ეს ჯვრისწერის ტექსტი და საგალობელი, იქნება წესის აგების მსახურება თუ ნებისმიერი სხვა საკითხავი. კონკრეტულ მაგალითებს რომ შევეხოთ, თუ როგორ ერთმთლიანია ძველი და ახალი აღთქმა, ამაზე მეტყოლებს ერთ-ერთი საგალობელი, რომელიც ხელდასხმის დროს, ანუ ხიროტონის დროსაც იგალობება და ასევე იგალობება ჯვრისწერის დროს, როდესაც მღვდელი აკმევს ანალოგიის გარშემო და წყვილი მის გარშემო, ასე ვთქვათ, მღვდელთან ერთად სამწრეს შემოუვლის. ეს არის ამქვეყნიური, ასევე მოწამეთა ტროპარი იგალობება ამ დროს, ეს არის ამქვეყნიური ცხოვრების და მოღვაწეობის სიმბოლო. და პირველი საგალობელი არის ესაია მხიარულიყავ, რომელიც ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც ვაკვირდებით, არ ვახსენე შემთხვევით იოველი და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, წინასწარმეტყველთა ცხოვრებას როდესაც ვაკვირდებით, ყველაზე კარგად რა თქმა უნდა მოკლედ და მთავარს გადმოგცემს პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში, როდესაც ამბობს მათი მოღვაწეობის შესახებ ზოგადად, იქცეოდეს ხალენებითა და თხისტყავებითა. ანუ მათი შესამოსელი იყო ძალიან პრაქტიკული და ასე ვთქვათ იაფფასიანი შეიძლება ითქვას, აუცილებელი ყოფიერებიდან და ასე ვთქვათ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ამით იფარგლებოდნენ ისინი. ხალენს როდესაც ვგებულობთ, რა თქმა უნდა, ელია წინასწარმეტყველი გვახსენდება ჩვენ, რომელმაც უმემკვიდრევა მის სულიერ შვილს ასევე წინასწარმეტყველ ელისეს ხალენი და
და როდესაც საუბარია რომ იქცეოდეს ხალენებით და ელია წინასწარმეტყველი არის ნაგულისხმებით და თხის ტყავებით, ანუ ზოგადად ტყავის შესამოსლით, რომელიც იყო უხეში, მაგრამ გამძლე. და ასევე ძალიან ხელმისაწვდომი ყველასთვის. ქვაბთა შეცვლილნი, ანუ მღვიმეებში და ესეთ მწիր სამყოფელში დამკვიდრებული ადამიანები იყვნენ წინასწარმეტყველნი და ბოლოს პავლე მოციქული ამბობს თუ როგორ აღესრულა თითოეული წინასწარმეტყველი ყველა ძალადობრივად, ყველა მოწამეობრივად და ტანჯვით ქვითა განიტვინნეს, ანუ მრავალი მათგანი ჩაიქოლა და აქ მხოლოდ წინასწარმეტყველებს არ იხსენებს პავლე მოციქული, საუბარი არის ჩაქოლილ სტეფანე პირველ დიაკონზე, რომელიც დაახლოებით 20-დან 25 წლამდე იყო, რომელიც საქვემოციქულთაშია ნახსენები, რომ სავსე იყო სულითა წმიდითა და მასთან ერთად კიდე დანარჩენი 6 დიაკონი გამოირჩიეს, სულ 7 იქნა გამორჩეული და ძალიან მალევე იერუსალიმში იქნა ჩაქოლილი. ქვითა განიტვინნეს, განიცადნეს, განიხერხნეს, სიკვდილითა מחვილისაითა მოსწყდეს, ანუ მრავალი მათგანი מחვილით აღესრულა თავის კვეთით. და ბოლოს ამბობს რომელთა ღირსი არა იყო სოფელი ეს. აი ეს ერთ-ერთი ქვითა განიტვინეს შემდეგ ვინც არის ნახსენები ძალიან საინტერესოა, განიხერხნეს ესეთი სიტყვებია ნახსენები. აქ იგულისხმება ესაია წინასწარმეტყველი. იოანე ოქროპირი ყოველთვის ამბობს რომ ესაია არის ხმამაღალი ქადაგი, ანუ არა მარტო მაუწყებელი უფლის განკაცებისა, სხვათა შორის მათესახარების პირველივე თავის მე-18 მუხლის შემდეგ, როდესაც არის შობის უწყება, ხოლო იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო, მახარებელი ესე გვაუწყებს. იქამდე არის გენეალოგია მოხსენებული წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. მერე არის, ასე ვთქვათ, გენეალოგია ნახსენები და შემდეგ მოვლენა შობისა და შობის მერე ამბობს მათე მახარებელი პირველი თავის ბოლო მუხლებში და აღესრულა თქმული წინასწარმეტყველისა ესაიასი, რომელიც გვეუბნებოდა, ანუ რომელი იტყოდა ქალწული მიუდგება, ანუ ქალწული დაფეხმძიმდება და შობს ძეს, მისი სახელი იქნება ემანუელი, რომელიც თარგმანებით ნიშნავს ღმერთის ჩვენთან მყოფობას, ანუ ჩვენთან არის ღმერთი და აი ეს აღსრულდა მათე მახარებელი გვახსენებს. ამ სიტყვების ავტორი, ანუ წინასწარ მაუწყებელი, ამ პროტოევანგელური უწყების, ანუ სახარებამდე სასიხარულო უწყების არის ესაია წინასწარმეტყველი. ესაია წინასწარმეტყველი ამავდროულად იყო ჩვეულებრივად დევნილი, შევიწროებული, მოწამეობრივად აღსრულებული და გახერხვით მოკვდინებული, ანუ ძალიან მძიმე მოწამეობრივი ფორმით აღესრულა იგი. საუკუნეების შემდეგ ეკლესია მიმართავს ესაია წინასწარმეტყველს და ეუბნება რომ ესაია გიხაროდესო, ადამიანი რომელიც უსამართლობით, დევნით იქნა შევიწროებული და ბოლოს ამ ფორმით გარდაცვლილი, ეკლესია მას ეუბნება რომ სიხარულის საფუძველი გაქვს შენ ესაია. და ჩდება კითხვა რა უნდა უხაროდეს ესაიას, რომელმაც მთელი ცხოვრება შეწირა ძველი აღთქმის ჯულის მსახურებას, უფლისნების აღსრულებას, წინასწარ უწყებას, ხმამაღალი ქადაგი იყო როგორც იოანე ოქროპირი ამბობს და მერე მოიკლა. ესაიას უნდა უხაროდეს ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მან იქადაგა, რასაც ცხოვრება მიუძღვნა და რაც ყველაზე მთავარი თქვა, რომ ქრისტე განკაცდებოდა, ქალწულისაგან იშვებოდა, რომ ჩვენთან ღმერთი იქნებოდა, ანუ ემანუელი ეწოდებოდა მას, ეს აღსრულდა. და ნახეთ როგორი სიტყვებია საგალობელში, ქალწულმან მუცლად იღო, ანუ რასაც შენ ამბობდი, რომ ქალწული მიუდგებოდა, ანუ დაფეხმძიმდებოდა, ასე მოხდა, შუა ძე დაუსაბამო, ანუ ამ ძეობასთან მიმართებაში, როდესაც ძე ესმის ადამიანს, თუნდაც თანამედროვე მსმენელს ყოველთვის აი ამ ხორციელი და კაცობრივი აზროვნებისკენ მიიდრიკება, ძეობა ყოველთვის ვიღაცის შვილობას გულისხმობს, როდესაც მამა ღმერთია ნახსენები ფიქრობს, რომ ისეთივე მამა უნდა ვიგულისხმოთ, როგორც მშობელი მაგალითად და სინამდვილეში კი არის ასე, თუ კი მამა უწინარესია, მამა ღმერთი და ძესთან მიმართებაში, ძე ღმერთთან მიმართებაში შვილობა უნდა ვიგულისხმოთ ხორციელი გაგებით, ან რაიმე სახით მასზე დაკნინებული, ან ასე ვთქვათ, უწინარესობა, რომ ესე იგი ჯერ მამა იყო და მერე არის ძე, ან იყო დრო თუ კი შვილია, რომ ძე არ იყო,
ყოფიერება შემოსული, გამოდის რომ თუ არსებობდა დრო, როდესაც ღმერთი არ იყო, ყოფიერება შემოსული, ესე იგი ღმერთი არ ყოფილა. ამითაც უნდა მივხვდეთ ჩვენ და მსმენელი უნდა მივხვდეს, რომ ღმერთზე არა შესაფერისად ფიქრობს. თუ არსებობდა დრო, როდესაც ღმერთი არ არსებობდა, ესე იგი ღმერთი არ ყოფილა. ესე იგი საუბარია იმაზე, რომ ღმერთი დაუსაბამოა, მამასთან ერთად დაუსაბამოა და როდესაც საუბარია შობაზე, აქ იგულისხმება ღმერთის შობა ადამიანად და არა ღმერთის ღმერთად დაბადება. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და ყრმათაცა ეზიარა ხორცითა. ესე იგი, აი ეს ძეობა და მამასთან მიმართებაში საღვთისმეტყველო საკითხები მართალია რთული გასაგებია, მაგრამ უნდა გვეთქვა ასევე აუცილებლად შვა ძე დაუსაბამო, ამიტომაცაა დაუსაბამო და არა დასაბამისმიერი და რაღაცა პერიოდში შემოსული ყოფიერებაში და შემდეგ ემანუილ ღმერთი და კაცი აღმოსავალ სახელი მისი, რომელმან შვა იგი მას უნატრიდეთ. აქ არის ძალიან ღრმა ღვთისმეტყველება. ამ საგალობელში არის სოტერიოლოგია, ანუ გამოხსნელობითი ღვაწლის შესახებ უწყება. არის მარიოლოგია, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება. არის ასევე ჰაგეოგრაფია, იმიტომ რომ ესაიას მოღვაწეობის გვირგვინია განცხადებული, რაც შენ გვაუწყეს ახსრულდაო და ამიტომაც გიხაროდესო. ესე იგი, ეს და მსგავსი ტექსტები ამთლიანებს ძველ და ახალ აღთქმას და გვაჩვენებს ჩვენ იმას, ანუ პედაგოგიური მოსაზრებითაც თუ დავაკვირდებით ამ მოვლენას, გვაჩვენებს იმას, რომ ადამიანის ამ ქვეყნიური ცხოვრებით რაოდენ ტრაგიკული არ უნდა იყოს მისი ცხოვრება, არ უნდა შემოვიფარგლოთ. უნდა დავაკვირდეთ მარადისობის პერსპექტივაში ყოველივე ამას, რისთვის იცხოვრა ადამიანმა, რას მიუძღვნა მისი ცხოვრება და ის იდეა თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, რომელსაც ემსახურებოდა, დაუშვათ სკოლა დააფუძნა, საზოგადო მოღვაწე იყო, ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ამ შედეგზე გავიდა თუ არა წლების შემდეგ, მისი ღვაწლი დაფასდა თუ არა, თუ დარჩა მისი მოღვაწეობა, მისი სწავლება და მისი სიტყვა როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსაში. პროფესიული და სულიერი თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია იმ იდეის დაგვირგვინება მისი გარდაცვალების შემდეგ როგორ მოხდა. ამიტომ ამაზე უპირველეს ყოვლისა ეკლესია ამახვილებს ყურადღებას და მართალია ესაია უსამართლოდ იდევნა და მოიკლა და მოწამეობრივად განხერხვით გარდაიცვალა, ასე ვთქვათ და მოესწრაფა სიცოცხლე, მაგრამ მას აქვს სიხარულის მიზეზი და საფუძველი, იმიტომ რომ ქალწულმა მუცლად იყო და შვა ძე დაუსაბამო. ეს რაც შეეხება ამ საგალობელს. ასევე მნიშვნელოვანი არის ძალიან ბევრი საკითხავი, შეიძლება ერთ წინადადება შევეხოთ, მაგალითად ჩვენ არის ესეთი წესი ეკლესიის ტრადიციაში უძლურთა ზიარება, როდესაც მღვდელი თავადვე მიდის და პირველ შეწირულის ზღვენით ხდება ასე ვთქვათ სიწმინდის განახლება, ოღონდ არა პირველ შეწირულის თვალსაზრისით, არამედ იმ ფორმით, რომელიც უძლურის წესს უკავშირდება, მისი ზიარების წესს და მისმაგივრად კითხულობს მათ შორის მრწამს, ზიარების წინა ლოცვას მოკლედ, შენდობის ლოცვას უკითხავს და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პატარა მუხლი არის, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უკავშირდება, რა თქმა უნდა, უფალს მიმართავს, ითხოვს შენდობას, განწმენდას, კურნებას, სულიერს და ხორციელს და როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიმართავთ, მღვდელი კითხულობს ესეთ სიტყვებს, მართალია მღვდელი ამბობს ამას, მაგრამ ამ სიტყვების ავტორი უნდა იყოს მაზიარებელი ადამიანიც, იმიტომ რომ მისმაგივრად კითხულობს მღვდელი უძლურების გამო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიმართავთ ასე, ვიცნობთ ძესა შენსა, შენგან განხორციელებულსა. მეტი არაფერი არ წერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში და ქრისტესთან მიმართებაში. ესე იგი, რამხელა კადნიერება და რამხელა სიღრმე ამ სიტყვებში, რომ ყოველი მაზიარებელი ადამიანი რამხელა პასუხისმგებლობის მქონეა, როდესაც მე ვითხოვ ზიარებას, ყოვლადწმინდა სიხსთან და ხორცთან მიახლებას, მე სამისოთ უნდა მქონდეს კადნიერება საფუძველი იმისა, რომ ვიცნობდე ქრისტეს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყო ნათელღებული, ანუ უნდა მქონდეს დადებული და გააზრებული პირობა, რომ შეუდგები ქრისტესა და აი ამ შედგომის შემდეგ, რომ განვეშორები ეშმაკისაგან, მისი ყოველი საქმისაგან, ყოველი სიბილწისაგან და ყოველი მისი დემონური მოქმედებისაგან და ყოველთა ანგელოსთან მისთაგან, სწორედ ეს სიტყვები არის ნაგულისხმები. და ამის შემდეგ მე მაქვს უფლება რომ თქვა, რომ ვიცნობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან განკაცებულ ძეს და სიცოცხლის ბოლოს თუ სიცოცხლის
ბოლო თუ არ არის აუცილებლად ნაგულისხმები, არამედ უძლურების სარეცელზე მყოფი, ღმერთო ღირსი გამხადე, შენი ყოვლადწმინდა დედის მეოხებით, შენი წმინდა სისხლისა და ხორცის ზიარებისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხა ჩვენ ვახსენეთ რომ ყველა ეს საკითხავი არის დაკავშირებული სახარებისეულ სწავლებასთან და მისგანა აღმოცენებული. ჩვენ ვიცით თიკნებისა და კრავების სიგავი სახარებაში 10 ქალწულის სიგავი, სადაც უფალი ამბობს არ გიცნობთ თქვენ. და უფალი ამ იგაური სახისმეტყველებით ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე რომ გვაქვს ვალდებულება მას ვიცნობდეთ. დიახ. და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიყოთ ქალწული ან უბიწო ცხოვრების მქონე, შეიძლება ვიყოთ სულელები, ანუ მთავარის და მნიშვნელოვანის არ მქონე და მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის? მზაობა იმისათვის რომ შევხვდე ქრისტეს, ანუ სიძეს, როგორც იგავშია ნახსენები და შევიდე ქორწილში, ანუ სასუფეველში, სადაც არის წარუვალი და მარადიული სიხარული და ფუფუნება სასუფეველისა, როგორც ასევე საკითხავები ამბობს. ეს რაც შეეხება უძლურის, ასე ვთქვათ, ზიარების წესს. ასევე მნიშვნელოვანი არის კიდევ წესისაგების ერთ-ერთი ტექსტი. თუ ჩვენ წმინდა წერილი არ ვიცით, თუნდაც ანდრია კრიტელის კანონი, იმდენი ძველი აღთქმის პერსონა და პიროვნება გახსენებული, რომ ვემსგავსე ლამექს ორცოლიანობით, თუ კი ეს არ ვიცი ძველი აღთქმიდან, არ ვიცი რომელ ლამექზეა საუბარი და რომელ ორცოლზეა საუბარი. ამიტომ ცილა და ადა იყო მისი ორი ცოლი, რომელიც არის ორი, ასე ვთქვათ, მხარე ადამიანში ალექსანდრიული სკოლის განმარტებით და ერთი არის დადებითი, ანუ ასე ვთქვათ, კეთილი ხმა, რასაც ფსიქოლოგებიც აღიარებენ, მეორე არის უარყოფითი ხმა, რომელიც ჩვენ კარნახობს და ასე ვთქვათ, ხანდახან ზეგავლენ აქვს ჩვენ არჩევანზე. და ეს ორცოლიანობა პირველი პირია, პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, ლამექი, რომელმაც ორი ცოლი შეირთო და აი ეს მისი ორი ცოლი ამ ორი ხმის სიმბოლოა შეიძლება ითქვას. ასევე ლამექი არის ადამიანი, რომელმაც მოაკვდინა ადამიანი, ანუ ხელი აღმართა მასზე და მისი სიცოცხლე მოასწრაფა და ის ამბობს მის ორ ცოლს მიმართავს ისმინეთ ლამექის ცოლებო მოუკალი კაცი. აი ამ სიტყვასთან დაკავშირებით არის ორი განმარტება. ერთი არის ის რომ ეს არ იყო სინანული, ეს იყო ცოდვით დატრაბახება, ანუ ის ასე ვთქვათ თავს იწონებს იმით რომ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მეორე განმარტებით ეს არის პირველი სინანულის ერთ-ერთი პირველი სინანულის საგალობელი, რომლითაც საჯაროდ აღიარებს მის შეცოდებას მათ შორის ცოლების წინაშე და ძველ აღთქმაში ქალთან შეცდომის აღიარება ძალიან ისეთი არატრადიციული მოვლენა იყო. ამიტომ თუ ლამექი არ ვიცი ბუნებრივი ანდრია კრიტელში ხსენებულ ლამექს და სხვა მრავალ პიროვნებას არ ვიცნობ და არ მესმის რაზეა საუბარი. რაც შეეხება წესისაგებას და დიდპანაშვიდს, იქ არის ესეთი სიტყვები: გზა უჭურვილთა და შეჭურვილთა საფლავ არა მარხველთა. აი ძალიან გაუგებარია ეს სიტყვები, კონტექსტუალურად თუ არ გავიაზრებთ, რომელ გზაზეა საუბარი, ვინ არის შეჭურველი და ვინ არის უჭურველი და ვინ არის ის, ვინც საფლავს გვამში არ ვინც ასე ვთქვათ, გვამს ანუ სხეულს საფლავში არ მარხავდა. და ძალიან დაკვირვება ჭირდება ამ და ბევრ ტექსტს და ასევე წმინდა წერილის ცოდნა. ესე იგი, უჭურვილი არის ისრაელიერი, რომელსაც ასე ვთქვათ, სამხედრო აღჭურვილობა არ ქონდა. და თავის გზაზე მიდიოდა, რომელსაც თავისუფლების გზა ქვია, ასე ვთქვათ, და გამოდიოდა ეგვიპტის მონობისაგან, მოსეს წინამძღოლობით. გზა შეჭურვილთა, ვინ არის შეჭურვილი? შეჭურვილი არის ეგვიპტელები, ბუნებრივია, რომელიც იმ დროინდელი სამხედრო აღჭურვილობით იყვნენ მოწინავეები და ამ აღჭურვილობასთან დაკავშირებითაც არის პოეტურად ნახსენები დავით მეფსალმუნის ერთ-ერთ ფსალმუნში. ისინი ეტლებითა და ჰუნებით, ანუ უკიდურესი სამხედრო თანამედროვე აღჭურვილობით, ხოლო ჩვენ სასუებით ღვთისაით. ისრაელი ერი ამბობს, რომ მე არ ვარ აღჭურვილი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, საღვთო ნებითა და იმედით გამოვდივარ, ხოლო ის არის ეტლებითა და ჰუნებით, ჰუნე ძველ ქართულად ცხენია, ცხენებითა და ეტლებით მოგვედევნება და დადევნებულია ჩვენი ერისადმი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სასუება ღვთისა. ეს არის გზა უჭურვილთა და შეჭურვილთა და შემდეგ საფლავ არა მარხველთა გვამთა.
ბუნებრივია ჩვენ ვიცით რომ ეგვიპტელები იმ წესით და იმ ტრადიციით, რასაც საფლავში გვამის დადება და დამარხვა ქვია, არ მარხავდნენ ადამიანებს და აქაც ეგვიპტელები იგულისხმება. აი ამ პატარა ისტორიული პასაჟით შეიძლება ითქვა ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა ფილოლოგიური ცოდნა, რომ მე ეს ვიცოდე, სიტყვათა წყობა, კონტექსტუალური გააზრება შევძლო და მე ისტორიული პარალელი გავავლო. ამიტომ ეკლესიის საკითხავები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც ზიარების წინა ლოცვა, რომელშიც ახსენებია ერთ-ერთი ადამიანი, სახარებისეული, ასე ვთქვათ, პიროვნება, სახარებაში ხსენებული პიროვნება, ქალბატონი და რას იხსენებს წმინდა მამა. ერთი იგი, რომელი ფესვსა სამოსლისა შენისასა შეეხო, სენთა კურნება მიიღო. ანუ ერთ-ერთმა, რომელმაც კადნიერებით შეძლო, რომ შენი სამოსლის ბოლოს ფესვს შეხებოდა, ხორციელი კურნება მიიღო და მის მაგალითზე, მის მსგავსად, მე უბადრუკი ყოვლით ურთ მთელსა ხორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად. ანუ როდესაც წმინდა მამები ეზიარებიან, მათ აქვთ წმინდა წერილი სახარებისეული და ძველაღთმისეული ცოდნა და ამ მაგალითებზე აქვთ კადნიერება, ასე ვთქვათ, და უფალს ეუბნებიან, ის თუ შეიწყალე, მეც მის მაგალითზე მოვალ შენთან. ერთი იგი, რომელი მდევარ იყო, შეინან არა დაუტევე. ანუ ის, რომელიც იყო სავლე, რომელიც დევნიდა ეკლესიას, რომელიც საქვემოსიკულთას თანახმად გამოითრევდა მამადედათა, ანუ სპეცოპერაციას აღასრულებდა შეიძლება თქვას ქრისტიანებზე დევნის თვალსაზრისით, მოექცა ტარსელი სავლე, გახდა პავლე და გახდა თავთა მოციქული. ასევე სახარებაში ჩვენ ვიცით, რომ უფალთან დაკავშირებით ნახსენებია 1000 წელი წინაშე თვალთა შენთა ვითარცა გუშინდელი დღე. ისევე როგორც ღმერთი არის დაუსაბამო, ასევე ღმერთთან მიმართებაში უნდა ვიცოდეთ, რომ დროითი კატეგორია ღმერთთან არ მოქმედებს. დავუშვათ, მე რომ სადღაც მაგვიანდება და დროში შემოზღუდული ვარ, ეხლა დილა, მე შუა დღე იქნება და დაღამდება, ღმერთთან მიმართებაში ეს დრო არ მოქმედებს. დროზე აღმატებულია ღმერთი. ამიტომ მართალია სავლე იყო ტარსელი და მდევნელი ეკლესიისა, მაგრამ გახდა პავლე და სულთმოფენობის იკონოგრაფიაში პავლე მოციქული, თათა მოციქული პეტრეს გვერდით გამოისახება. თუ ისტორიულად დავაკვირდებით, პავლე მოციქული სულთმოფენობის დროს არის მდევნელი ჩვეულებრივი. ეკლესიის წევრი არა, მასზე სულიწმიდის მადლი ჯერ გარდამოსული არა, არც ანანია ხუცისგან არ აქვს მიღებული ნათლისღება, ანუ არ არის მონათლული, მაგრამ ეკლესია სულთმოფენობის დროს გამოსახავს თავთა მოციქულთა რანგში პეტრეს გვერდით. ესეც ნიშნავს იმას ეკლესიის პედაგოგიკით, იკონოგრაფიით და ტრადიციით, რომ შეიძლება ადამიანმა შეცოდოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, როგორ გვირგვინდება მისი ცხოვრება და წარიხოცება მისი შეცოდება. ეკლესია ამით გვანუგეშებს, რომ შეიძლება მე არ ცხოვრობდეს სწორად, მაგრამ როგორც დაგვირგვინდება ჩემი ცხოვრება, ამის მიხედვით წარმოჩინდები მე ღვთის წინაშე და კაცთა წინაშე. დიახ, აი თითქმის უკვე უპასუხეთ ჩემს მომდევნო კითხვას მამაია, ყვაი საუბრის დასასრულს მინდა გკითხოთ მაინც ტაძარში მისვლის, წმინდა წერილის ცოდნის მოძღვრის დახმარების გარეშე რამდენად შეუძლია და შეგვიძლია ადამიანებს უბრალოდ საეკლესიო საკითხავების არსს სწორად ჩაუწყდეთ თავად. რა თქმა უნდა, გაუჭირდება ადამიანს ისევ როგორც ნებისმიერი ენის ან დისციპლინის შესწავლა შეუძლებელია პედაგოგიკის გარეშე, ასევე მოძღვრის გარეშე, განმარტების გარეშე, წმინდა მამათა სწავლების გარეშე ეს შეუძლებელია და კიდევ ერთი მინდოდა მე თქვა და დამავიწყდა წმინდა კირილე იერუსალიმელს აქვს სწავლება სულიწმინდის შესახებ. ეს სულთმოფენობასთან დაკავშირებულია და ის ამბობს სულიწმინდის მოქმედების თვალსაჩინო მაგალითის შესახებ, რომელსაც ყველა ადამიანი გაიგებს მარტივად და ესეთი მაგალითი მოყავს. წარმოვიდგინოთ ყოვლითურთ მრთელი ჭაბუკი, ანუ ყოვლითურთ ჯანმრთელი და სრულყოფილი ანატომიურად, რომელიც კეთილკრძალულად თავშეკავებით და სიწმინდით ცხოვრობს, მიუხედავად მისი ჯანმრთელობისა და თავისუფალი ნებისა. და წმინდა კირილე ალექსანდრიე, უпростоრად იერუსალიმელი ამბობს, რომ ვინ შთააგონა მრთელს და ჯანმრთელ ჭაბუკს, რომ ეცხოვრა სიწმინდით და თავშეკავებით თუ არა სულიწმინდა. ანუ ეს არის განივთება სულიწმინდის მოქმედებისა ადამიანში და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საუკეთესო მაგალითი.
დიახ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის ვიცოდეთ თუ როგორ ხდება დღიური მსახურების ასე ვთქვათ ამ საეკლესიო საკითხავების დაწესება ასე ვთქვათ და შერჩევა. დღის მიხედვით ძალიან კარგი კითხვა. რა თქმა უნდა თემატურია ყოველთვის ნებისმიერი საკითხავი მიცვალებულთა მსახურების დროს სახარება არის შესაბამისი და სამოციქულო არის შესაბამისი. სულთოფენობასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იკითხება საქმე მოციქულთა, რომელიც იხსენებს ამ დღეს, რომ მოციქულნი იყვნენ შეკრებილნი შიშისათვის ურიათასა კართახშულთა, ანუ დახურულ კარს მიღმა არიან ისინი და უფრო მეტიც მეორე სართულზე არიან აღთეს ქორსა ნახსენებია, როგორ დაადგრა მათ სულიწმინდის მადლი ცეცხლის ენების სახით და ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე და განმარტების თანახმად ეს ნიშნავს არა მარტო უცხო ენის ფლობას და ვერბალურად გადმოცემას და კომუნიკაციის საშუალებას სხვა ადამიანებთან, არამედ აქ იგულისხმება მისიონერული მოღვაწეობისადმი კურთხევა, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად დაელაპარაკოს, ადაპტირებულად შეიძლება ითქვას, მოღვაწე იქნება სასულიერო პირი, დიაკონი, მღვდელი თუ მღვდელმთავარი და ამიტომაც ამბობს ყოველი მოციქული ყოველთათანა ყოველი ვიყო, რათა ყოველი შევიძინო, ანუ შევმატო ქრისტეს ეკლესიას, იმიტომ რომ ქრისტე ამბობს სხვანიცაც ხოვარნი მიდგან, რომელნი არ არიან ამის ეზოსაგან. იგინიცა ჯერ არიან მოყვანება ჩემდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ძალიან მშვიდობებით მამა იაკობ. საერმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.